ჩვენ აქა ვართ დაახლოებით იმ მოსახლეობის 0.01%, რომელიც კივზე მუშაობს. როცა ჩვენ ექსტენსიას ვატარებდი, მე ვთქვი კივის ხარისხის მიღებისთვის, რა ძირითადი ღონისძიება იყო ჩასატარებელი და მაშინ თუ გახსოვთ, აუხნიშნეთ, რომ სამი რაღაც არის მთავარი. პირველი ნიადაგის სტრუქტურა, ანუ რითი იკვებება და რა შემადგენლობა, როგორი ხომუსი აქვს, მეორე რა დანამატებს ხმარობთ, აი ბიოლოგიურად სუფთა დანამატებს ხმარობთ, რომ ნაყოფმა გაიზარდოს და მესამე და უმთავრესი არის კივის ფორმირება, ანუ გამსხლა. ერთადერთი მცენარე არის კივი, რომელიც უნდა გაიმსხლას მეცნიერულად. თუ ეს ვერ მივიყვანეთ საქმე ბოლომდე, ჩათვალეთ, რომ კივში შედეგი არ გვექნება. აი თქვენ სამეზობლოს გადახედეთ, თუ გინდ თქვენაც რამდენი ხანია გაქვთ კივი, მაგრამ ბევრმა აჩეხა იმის გამო, რომ შედეგი ვერ მიიღო. სინამდვილეში შედეგი არის მხოლოდ და მხოლოდ გამსხლა. ეხლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ როგორ გავსხლათ ხე. ამიტომ სიმარტივისათვის და თქვენამდე რომ მივიყვანო ყველა ის ჩემი აღმოჩენა და თუ გინდ ის კივის ფორმირება, ასე შევთანხმდეთ. დაუტოვოთ ხეზე ჯერჯერობით ყველა მოზვერა ტოტი, ანუ ის ტოტი, რომელიც 1 წლის ნაზარდია. და მე მინდა თქვენ დაგისვათ კითხვა. აი ეს ტოტი, აი აქედან დაწყებული. აი აქ მოსვლამდე. რომელი ტოტი იყო? მოზვერა ტოტი, ოღონ შაშანდელი 1 წლის აი ეს ტოტი, აი ასეთი 1 წლის ტოტი იყო ეს, აი ასეთი. ესე იგი, ამან თავისი რესურსი ბატონებო თავიდან ბოლომდე ამოწურა. ამაზე თქვენ რას ხედავთ, რომელ კვირტს ხედავთ, რომელიც თქვათ იქნება მოსხამადი. ამიტომ ეს უნდა მოიჭრას. სადაც 1 წლის ნაზარდი ტოტია, დაახლოებით 1-2 სანტიმეტრის აქეთ. აბატონო, ანალოგიურად და მიუყვეთ მანამ, სანამ გზაში ახალი ტოტი არ შემხდება. აბატონო, აი აგერ შემხდა ახალი ტოტი. აი სპეციალურად ამას. აღარ ვარ გაგიახლა. გეტყვი ახლა რომ არ ვარგა და არც აგივარგა და რატომ იმასაც გეტყვი. ერთი სიტყვით ბატონებო, დავიწყეთ ამის ჩვეულებრივად გამსხლა. ეხლა აბატონო, ამას შეხედეთ ახლა ძალიან გთხოვთ. ეხლა აი ამას რა აქვს? არც არაფერი არ აქვს. აგერ გადაიჭრა ჩვეულებრივად, არ ინერვიულობთ არაფერი არ ინერვიულობთ. მაგი არც მაგას აქვს ხომ თამა? არაფერი არ აქვს ბატონებო მაგას? აი მაგის უნდა აგიც, აი აგერ აქ მოვიდა, მაგრამ ესეც მერე მოსაჭარი იქნება და თუ რატომ ამასაც აგიხსნით სიტუაციას, უბრალოდ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ შოლტები დავტოვოთ. 1 წლის ნაზარდი შოლტები დავტოვოთ. აი ეს ტოტი, აი ამ ძირს მინდა დააკვირდეთ ძალიან კარგად, ამას აქვს აბსოლუტურად ძალიან დიდი მნიშვნელობა და მეორე ტოტი, აი ეს ტოტს უნდა დავაკვირდეთ. მარტივი კითხვა მინდა დავსვა. ამ ტოტსა და ამ ტოტს რა განსხვავება აქვს? ორივე ვიზუალურად ერთი და იგივეა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ერთსაც ეს ტოტი არ გამოისხა. სინამდვილეში ჩემი აღმოჩენა და მეცნიერება ამ წუთას აქ იწყება. იცით რა განსხვავება ხალხო? აი ეს ტოტი ამოსული არის შაშანდელი 1 წლის ტოტისგან. მაგრამ ეს ამოსულია მინიმუმ 2 წლის ტოტიდან, შეიძლება 3 წლიდანაც იყოს. შეიძლება. გასული წლის მოზვერა ტოტიდან ამოსული შოლტი ყოველთვის ხმოიარია. მაგრამ 1 წლის ასაკის ზედა ტოტზე ამოსული მოზვერა ტოტი 1 ცალი ნაყოფის მომცემი არ არის. მაშასადამე ეს რა უნდა ვქნათ? ახლა ძირზე მოვჭრათ. ამას ძირში კი არ მოვჭრი, ამას ნახე 2 კვირტზე გადავჭრი, რა მოხდება? მომავალში აქედან რომ შოლტი ამოიყრის და ასეთ იქნება, რამდენ წლიანი იქნება მოყრილი. ამიტომ ის უკვე იქნება მოსხამადი. დამთავრდა. ხედავ, აი ეს არის კივის მეცნიერება.
დანეკება და შოლტების არჩევა. ეს შოლტი, რომელიც მინიმუმ 7-8 წლიანი ხიდან იყო, ესე იგი 1 წელიწადზევით არ შეიძლება ვთქვი. აგერ მინიმუმ 8 წლიდან იყო ამოსული. ეს მე ძირში უნდა მომეჭერა, ხო ვარ მართალი, მაგრამ ძირში არ მოვჭერი. ნახე, შემოვიტანეს დანეკების ტერმინოლ, აგერ შეხედე და გამოვიდა ერთი ახალი შოლტი. რომელიც უკვე წელს იქნება მოსხამალი და უკვე აქედან რო წამოვა, იმას გადავჭრი, აქედან უკვე 3-4 შოლტი წავა და ამის ფორმირება აი ძირთან ახლოს მოხდება. აი როცა მე ვთქვი გახსოვთ რა არის, აი ჩემთან მოდიან რა, გვასწავლეთ გავსხლაო. ეს ასწავლე მოვიდა და ეს არ ხდება. ეს კივს უნდა ელაპარაკო და თუ კივი ელაპარაკები, ისიც გეტყვის რომ რომელი უნდა აიღო და რომელიც არ უნდა ამ ტოტებზე მაქვს ლაპარაკი. ასე რომ ბატონებო, პრობლემა მოსახლეობაში ერთადერთია. იცით რა არის? მოდიან და მეუბნებიან, რომ 3 წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში კივი მარცვალს, ხარისხიან მარცვალს მაძლევდა, 4 წლის მერე ეს ნაყოფი დავარდა და ესე გადამიჯიშდაო. გადამიჯიშდა რას ნიშნავს? მე ეხლა კაც თუ კივი არის ჯიში, რომელიც არის ამ შემთხვევაში ჰაივარდი. როდესაც 4 წლის შემდეგ მარცვალი დაპატარავდა, რა ის ჯიში ან მონტე გახდა, ან ყურძენა გახდა, ან რაღაც არავითარ შემთხვევაში. სწორედ გასვლაშია და იცი რა ხდება ამ დროს? როცა ეს დანეკება ტერმინი არ იყო შემოტანილი, ესეთი შოლტები ახლო კი არ ხდებოდა ფორმირება, თანდათან შორს გადადიოდა. ხდებოდა ისეთი რომ 3 მეტრის შით, აი კივი, სადაც ძირითადი ნერგი იდგა, საერთოდ არც ესეთი ტოტი არ იყო და მეორე კივის ტოტები, ამის კივის ტოტები ერთმანეთს გადაეხლარდა, დაახლოებით აქედან 15-ში და ისიც გამოსული 15-ში, ძის სხივები ვერ მოხვდა იმ რაოდენობით, რაც საჭირო იყო და ბუნებრივად ნაყოფი დაპატარავდა. ეხლა მომავალში რა მოხდება? მომავალში აქედან 2 შოლტი ხომ ამოვა, დაგვირთით, ამას აგერ გადაუჭრი უკვე. გამიგე? იქიდან 2 შოლტი ამას ყოფილი. აგერ შეხედეთ, აგერ მინდა რომ კიდე ოპერატორმა კარგად დაინახოთ საიმალება. აგერ შეხედეთ საიმალება. აი შაშანდელი დანეკებული, ნახეთ როგორი ტოტი ამოვიდა. შეხედეთ. ამიტომ თუ დააკვირდებით, კივი მე არა შორს გამექცა და მეზობელი კივების ტოტებმა ერთმანეთი კი არ დაფარა, არა ბატონებო, ყველა კივის ტოტი თავის ძირზე, თავის ადგილში არის. ახლა ჯერ ამით გამსხვილ არ დაგვიმთავრებია. ესე იგი, აქ შემოვიტანეთ ტერმინოლოგია დანეკება, რომელიც არის სავალდებულო. ისმის კითხვა, ყველგან შეიძლება ნეკის გაკეთება, ანუ ყველგან შეიძლება დავანეკოთ, ბუნებრივად არ შეიძლება. თუ მე, მაგალითად, აი აგერ ბოლო, ამას თუ დავანეკებდი მე არანაირი ხეირი არ მქონდა მაშინ. რა თქმა უნდა, აი ნეკი რომ მაგი გადაუჭრა, ეს უბრალოდ 2 შოლტი გაიზდებოდა, ეს 2 შოლტი ეგერ იქ გადავიდოდა და მაინც დაფარავდა. ამიტომ დანეკება ვეცადოთ, მოხდეს, აი ნახეთ სად მაგ დანეკება. ხესთან ახლოს რამე თუ ამ შოლტებმა ადგილების კი შეავს. სინამდვილეში ეს კახეთმა მომაფიქრებია, იქ ვენახის ამბავი გადმოვიტანე კივში. ვენახის კახეთი. კახეთში, აი რო ამიტომ ბატონებო, რო ვიცახით რომ კივი არის მეწლევე. ერთადერთი კულტურა, ამაზე უკეთესი კულტურა მე ვკითხავ, სოფლიოში არ არსებობს. აბა სიმინდი რა კულტურა, 16-ჯერ თოხსომი დაიკავ ხელში და მზე და იმას ვეძახით კულტურას, მაგრამ ეს არის კულტურა, რომელიც მეცნიერულად ლამას საქმეს ითხოვ. მე ხშირად გაიგონებ, რომ ჩემ კივებს ბევრი ტოტები აქვს, ანუ განასხლავი ბევრი აქვს. იცით რატოა ბევრი? განასხლავი იმიტომა ბევრი, რომ ის იმ რაოდენობას ვერ ასხმევინებს ხეს და წყალი და მინერალები გადადის არა ნაყოფში, არამედ ხეში გადადის და თუ იმ ტოტს მოვარიდებ, ყველა იმ ტოტს, იმ მოზვერა ტოტს, რომელიც მოსხამადი არ არის, დანარჩენი დამჩება ის ტოტები, რომელიც მოსხამადია და ყველა მინერალები და წყალი გადაეცემა რასა? კივს ნაყოფში გადავა. ამიტომ მუსორის ეგრეთ წოდებული ნასხლავი ძალიან ცოტა რაოდენობით გექნება. ეს როგორც აუღნიშნეთ, მოსხამადი ტოტი არის, იმიტომ აი 1 წლიანზეა მოსული. მაგრამ დააკვირდით ახლა, მოსხამადი ტოტი, კვირტი არის რამდენი ცალი? 1, 2, 3, 4, 5, 6 ცალი. აქედან 2 ცალი მაინც ბრმა კვირტი დარჩება.
ანუ ვერ გაიღვიძებს და რატომ რჩება ბრმა? სწორედ ამის გამო შემიყვარდა ეს კულტურა. მე რეგეტყვი ცოტა მოგვიანებით. ამიტომ 2-4 ცალი, ანუ 8 ცალი ნაყოფისთვის, რომელიც 1 კილო გამოვა თუ არ გამოვა, მასის დატოვება ეს არის ზედმეტი. ხომ გაიგეთ რა არის? ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? ეს ჩავხიოთ აი აქ ხერხივის გვაქვს ახლა 2 სანტიმეტრი მოაშორე, არ დააწვე, ნელა ჩახია, აი მასე ჩამიხიე, ვისწრებთ ახლა ფორმირებას. ამიტომ რა კი ეს განაპირა წვეროები იყო, მე მას გავუკეთე მწვანე ოპერაცია. ანუ 4 ფოთოლზე რომ მოვიდა, მას წვერო წავაწვიდე, ამის შემდეგ ეს მოშუშთა და ეს შოლტი ამოიღა. მე რომ ეს არ გამეკეთებია, ეს შოლტი თავიდან ბოლომდე გაიზრდებოდა და ასეთი სახის იქნებოდა. ანუ თავიდან, ძირიდან დაწყებული ბოლომდე არც ერთი მუხლი მას არ ექნებოდა, ხო? ანუ რა კი მე აქ გადავჭერი და 15-20 დღის შემდეგ ამოიყარა, ამან თავისი გენეტიკური სტრუქტურა, რასაც კვირტის სიმწიფე ქვია, ვერ მიიღო ბოლომდე. ამიტომ ეს ბუნებრივად უნაყოფო კვირტი იქნებოდა. გამიგე? ამიტომ ესე იგი მეორე ნამსხლავიდან წამოსული ვერ ასწრებს დამწიფებად, ამიტომ სადღაც შეიძლება 1-2 ცალი გამოიბარ, მაგრამ 1-2 ცალი გამობი ჩვენ საქმე წინ ვერ წაგვივა. ამიტომ დაიმახსოვრეთ კარგად. როგორც კიდევ ვიმეორებ, შახმატის თამაშის დროს ჩვენ 1-2 სვლა უნდა გავსაცხოთ, კივშიც აი ეს საქმე უნდა გავსაცხოთ. მაშასადამე დაიმახსოვრეთ. მწვანე ოპერაციის შემდეგ დატოვებული ღერი არა მოცხამადია, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მოშორდეს. აი აქ მწვანე ოპერაცია გადაიჭრა და შემდეგ გამოიყარა ზემოდან. აი, ამიტომ ეს ჯერ მაგი რომ ნახეთ, ჯერ ეს მოვარიდოთ, ხო? სად მოვჭრათ ახლა მითხარით ბატონებო? სად მოვჭრათ ეს მითხარით, სად მოვჭრათ? ბატონო უყურე, აქამდე მას არაფერი არ აქვს, ბუნებრივად მისი მოჭრა აბა. აი ნახეთ, აი მუხლისა აქვს გაკეთებული. აი ხედავთ ხო? მე თუ ამას აქ გადავჭრიდი, ეს ნეკად არ გამომადგებოდა, ვინაიდან თვითონ ამ ხის ასაკი 2 წლის მინიმუმი მაიცა. ამიტომ ეს ძირში უნდა მოიჭრას. დაბერილი კვირტები რომელიც აი აგე, აი აქა, აი დაბერილი კვირტები რომელიც ეს არის მოსხამად. მაშინ 2005 წლის 4 აპრილი იყო, თოვლი წამოვიდა. და კვირტები იყო, აი ასე გამოსულები იყო და ჩვენთან ყინვა თოვლი როგორია იცი? თოვლის მეორე დღეს ჟერომ ამოდით, გინდა არ გინდა წაყინვებს გააკეთებს. მაშინ ხომ ჩვენ ტერასორზე წარმოდგენა არ 2004 თუ 2005 წელზე გელაპარაკებით. არ ვიცოდი. მეორე დღეს რომ წაყინა და ბაღში გამოვედი, თქვი გული მეტყინა, აი ჩემი ბაღი გეგონებოდა ადუღებული წყალი რომ გადაგესა ისე იყო, თქვი რომ იმ წელიწადს მოსავალი არ იქნება. გავედი 3-4 დღის მერე რომ ყველა ბრმა კვირტებმა არ გაიღვიძა და იმ წელიწადს თუ უნდა მაგალითად ამეღო 2 ტონა კივი, ავიღე დაახლოებით ტონამდე კივი, მაგრამ ნაყოფი იყო ძალიან მსხვილი. მაშასადამე დავიმახსოვროთ, რომ რამდენი კვირტიც არის ხეზე, ყოველთვის გენეტიკაში მას უზის, რომ თავი უნდა რაღაცათი გადაერჩინოს, ხო? ამიტომ ყველა კვირტი ვერ გაიხსნება. თუმცა კვირტის გახსნაზე ნაწილობრივ ჩვენი როლიც კი თამაშობს და ამას ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ახლა ესე იგი დავაკვირდეთ. აქედან თქვათ 20-დან 5 ცალი ბრმა არის, 15 არის მოსხამადი, ხო? ამ 15-დან საშუალოდ უნდა ვიანგარიშოთ 5 ცალი მარცვალი. 15-ჯერ 5 რამდენი არის? 75. 75-ს რომ დაყობთ 100 გრამზე საშუალოდ, იმიტომ 120 გრამი არის და 80-მდე ვერ ხევოთ, ხო? 7 კილო ნახევარი მოვიდა. მაშასადამე მთელი კივი რომ დაუტვირთო, 75-80 კილოზე მეტი თუ დაუტვირთე, მე პრობლემა შემექმნება. ამიტომ ასეთი რამდენი ცალი სოლტი უნდა დაუტოვოთ ხეზე? 10 ცალი სოლტი რომ დაუტოვოთ 10-12 საკმარისია. დავიწყოთ თავიდან რა ოპერაციები გავაკეთეთ. ძირითადად მუსორი, რომელიც გასული წლის ნასხამი იყო, ანუ რომელსაც საერთოდ მოვარიდეთ, ამის შემდეგ ჩვენ დაუტოვეთ მხოლოდ და მხოლოდ მოზვერა ტოტები.
შემდეგ დავტოვეთ ის მოძვერა ტოტები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 1 წლიანიდან იყო ამოსული და რომელიც 2 წლიანი ან მეტიდან იყო ამოსული, ისინი შეძლებს დაგვარად ან თავიდან ბოლომდე გავასუფთავეთ და მოვაშორებთ, ან კიდე რა გავაკეთეთ? დავანეკეთ, რათა მომავლისთვის გავაკეთოთ. ახლა ბატონებო, თითქოს დამთავრებულია ყველაფერი, მაგრამ ეხლა ფიზიკის კანონს ჩვენ ვერსად ვერ აუვართ. როგორ იკვებება ხე? ხო? ფიზიკის კანონი არის როგორ ეხლა? კაპილარული მოვლენები შეიძლება არ გახსოვდეთ ფორმულები, მე ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ რომ არა კაპილარული მოვლენები, ვერცერთი ხე ვერ იკვებება, მაგრამ არ ხდება ამ კაპილარული მოვლენების დროს ყველა ის მინერალები, რომელიც ხევადის სახით ხე წრუყავს, აი წნევით ეკიდება ზემოთ. თავარი არის სტანდარტული ნაყოფის მიღება და სტანდარტული ნაყოფი შოლში ანუ მოძვერა ტოტში მიიღება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც ტოტის ყველა უბანზე წნევა იქნება თანაბარი. ანუ თანაბრად მცენარეს გადაეწოდება თანაბრად მინერალები და ნაყოფის ზრდაც და მისი ფორმირებაც მოხდება, ანუ სტანდარტულად მოხდება თანაბრად. როგორ უნდა გავაკეთოთ? ეს უკვე ჩვენზე არის აბსოლუტურად დამოკიდებული. რა კი ჩვენ წაღან ვახსენეთ კაპილარული მოვლენები და კაპილარული მოვლენების მთავარი თვისება არის, რომ მიაწოდოს წნევით წვეროში და წვეროდან დაიწყოს გაზრდა, ამიტომ პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? წვეროები გადავჭრათ. ეხლა სად გადავჭრათ წვეროები? ამასაც კი აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აი შეხედეთ. აი სადაც კვირტი უკვე დაპატარავებას დაიწყებს, იქ უნდა გადაიჭრას ეს ყველაფერი. აგერ წინა პირობა ჯერჯერობით მაქვს იმისა, რომ მოსხამადი კვირტების ზომა თითქმის ერთი და იგივეა. ანუ წინა პირობა მაქვს. ვახსოვდეს, რომ საქმე უნდა ვაკეთოთ. ეს დახვეულები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ. ეს ხომე გადავჭერი. აი მაგალითად პირველი მეორე კვირტი ეს არის, ხო? მეორე კვირტი პირველად როგორ გავხატო? თუ ამას გადავჭრი, ხო ვარ მართალი? ამიტომ იქედან წამოსული წყალი მაინც პირველ კვირტს დაარტყავს და აქედან დაიწყებს გაღვიძება. აქედან კაპილარული მოვლენებით წყალი დააწვება, წნევა ყველაზე მეტი სად იქნება? თავში იქნება. ამიტომ მე გითხარით ახლა კითხვას გისვამ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი წყლის მილი და კვირტებზე არის მიერთებული თქვენი ოჯახები წყლით. მე რომ წყალი გამოუშვა აქ, ყველაზე ძლიერ და წნევიან წყალს ვინ მიიღებს? ანუ აი აქა. ხო ვარ მართალი? აი ჩვენაც სამეზობლომ როგორ გავაკეთეთ? ავიღეთ რეზერვუარი 25 ტონიანი ეგრეთ წოდებული ბაცენის რასაც ეძახით. აი იქ მოვიყვანეთ ეს წყალი და ყველა მოსახლეს ყავს ჩვენთვის წყალი წამოყვანილი, ოღონდ გამომავალი სადაც წყალი გამოდის, რომ ერთ სიმაღლეზე არის. ამიტომ თქვენაც მე და თქვენ ყველა ერთნაირად მივიღებთ წყალს, ხო ვარ მართალი? ეხლა ეს უნდა გადმოვიტანო აქა. რას მირჩევთ, როგორ გადმოვიტანო? მაღალში დავწუხდები. მართალია. აი ზუსტად, მაშასა და მე. ეხლა თუ მე ამას აქეთ დავტოვებ, ჩათვალე რომ 3% იქნება, ანუ თავის კვირტები იქნება მოსხამადი, დანარჩენი როგორც მილი იქნება წყლის მიმწოდებელი. აბსოლუტურად ყველა შოლტი ჰორიზონტალურად უნდა დაებად. აი ამიტომ მქონდა დაბული წაღანში. კი ბა, აი ყველა შოლტი ახლა უკვე რა მოხდება ბატონებო, რა მოხდება? ყველგან წნევა ამ ტოტში ერთი და იგივეა. მაგრამ ეს მაინც კიდე არ ნიშნავს იმას, რომ პირველი თავის კვირტი არ გაიხსნება. პირველი მაინც თავის კვირტი გაიხსნება. მაგრამ ახაც ახლა ღმერთმა თქვა, იმიტომ მოგცა რომ ცოტა მოეხმარე ხე, ხეს უნდა ხელის შეწყობა, დახმარება შენი არ ჭირდება. ხელის შეწყობა ჭირდება, სულ ასე ვიძახი მე. რას გავაკეთებ? პირველად გამოვა ბოლო 2 კვირტი, ესეც მის გენეტიკაში ზის, რატომ ხშირად ამ დროს წაყინვები იქნება და ყოველთვის თავის 2 კვირტი ფუჭდება. ამის შემდეგ იწყება ყველა კვირტის თანაბრად გაღვიძება ამ ხელზე. მაგრამ თქვა არ მოხდა წაყინვა, ანუ ბუნებამ ამ შემთხვევაში ხელი არ შემიწყო. რას გავაკეთებ ბატონებო? ამიტომ არ მოვაცილებთ ამა. 3 ფოთოლზე, 4 ფოთოლზე რომ ავადა უკვე ის ყვავილები დაეტყო, იმას თავებს წავაწყვიდავ და დამთავრდა, გაიხედავთ 3 დღეში რომ ყველა დაბერილი კვირტი წამოვიდა. კი სჭირდება მწვანე ოპერაცია. როდის სჭირდება ეს მწვანე ოპერაცია? ახლა რომ მითხრა რიცხვი
მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სოფლის მეურნეობაში რიცხვის დასმის, იმიტომ რომ ამინდები ისე არის, რომ ეხლა ფუტკარს უნდა ეძინოს და შეულებრივად გუშინ ნახე ვეგეტატიური ბარტყი გამოაფრინა და გამომღერა გააკეთა და ვითარდება. ამიტომ დაიმახსოვრეთ. 5 ფოთოლზე რომ ავაკივი, აი აქედან ამოსული 5 ფოთოლი, 5-6 ფოთოლზე უკვე იქ დაინახავ ყვავილების, კუკულოები გამოსული. აი წარმოსახვითად წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კვირტიდან ამონაყარი შოლტი, რომელიც 5-6 ფოთოლზეა. აი ამ ადგილებში საყვავილე გვალგვალი, აი კუკულოსავეთ გამოვა. აი აქ 1 2 3 4 5 ცალი. თქვათ ბოლო კუკულო არის აი აქ ამოსული. თქვათ აქა. 1 ფოთოლი დატოვეთ და 1 ფოთოლის ზევით ფჩხილებით წააწვიდეთ ეს. მაისში, თვეში ჯერმე არ მახსენდება ქარები არ იყოს. ამიტომ ეს ძალიან ჩვილი არის, სათუთი არის. ეს ქარი ამას მოტეხავთ. ამიტომ, როდესაც ეს მოწყვეტილი არის, ქარის მასის დარტყმის კოეფიციენტი შედარებით ნაკლები იქნება და თანაც ის არ მოწყდება. კივის გამსვლა დამთავრდა. მაგრამ ამ წაყინვებს კიდევ ვამბობ. აი ხო ხედავთ ამინდები არის შეცვლილი. მე მინდა დღევანდელი რიცხვი დავაფიქსირო. 4 თებერვალია და ფეხ გუნდები მიდის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფუტკარი ვერ იძინებთ. ფიზიკურად ზამთარი ჩვენთან აღარ არის. სამაგიეროდ ზამთარი უკვე მარტში და აპრილში გადავიდა. კივის კვირტების გაღვიძება ჩვენთან დაახლოებით აპრილის ბოლოს, მაისის თვეში იწყება. მაგრამ ამ დროს რომ წაყინვებია, ერთი რამე დაიმახსოვრეთ და ჩემგან გქონდეთ გაკვეთილი ყოველთვის, რომ ლამაზად იძინოთ სახში, ლამაზად რომ დაიძინოთ. როცა საეჭვო სიტუაცია, წაყინავს თუ ვერ წაყინავს. 10 ლარის, რა ქვია, ტერასორბი მულტი მასტერთან ერთად გეყოფათ 30 ძირკივზე. 100 ძირი თუ გაქვთ, 30 ლარით გეყოფა. გაუკეთეთ ეს შეტანა კივში, ანუ გადაწამლეთ, აი როგორც კვამლი ისე გაუშვით, ის ყველა კვირტს საპონივით გადაედება, ბუშტივით გადაედება და როცა გარეთ 2-3 გრადუსი ყინვა, თვითონ ის აღიქვავს როგორც 0 გრადუსს. ანუ დაბარვა არ ჭირდება, მართლა დავწმუნდი რომ არ ჭირდება, გვარჯილა, გამიშვი, დამაკავე, წვალება, უბრალოდ 50 ლარის წამალს ვყიდულობ, სამჯერ კივის გადაწამლას ვაკეთებ, უბრალოდ დაზღვეული ვარ ქარებისგან, დაზღვეული ვარ ტრესებიდან, დაზღვეული ვარ სიცხიდან და დაზღვეული ვარ რაც თავარია წაყინვიდან და ეხლა სოფლის მეურნეობაში ამაზე მეტი აღმოჩენა ვინ უნდა გააკეთოს, მე ასე ვერ მოვდივარ. როცა 2 გრადუსიანი ყინვა ჩვეულებრივ 1 გრადუსიან სითბოთ აღიქმება მცენარისთვის. მე მეტი არაფერი თქმა არ შემიძლია კივზე. აქ თუ კარგად დააკვირდებით, შედეგზე აუცილებლად გახვალთ და შედეგზე გასვლა ჩემთვის არის ყველაფერი. აი, როცა სახში მივდიხართ და ამას გააკეთებთ და დაინახავთ, რომ გასულ წელს უფრო მეტი შრომა დადევით, მეტი შრომა შეიტანეთ და შედეგი ვერ მიიღეთ და წელს ელემენტარულად მოხდა და უკეთესი შედეგი მიიღეთ, მაშასადამე უკვე შედეგი მიღწეულია. ამიტომ ექსპერიმენტებს თავი დაანებეთ, იმდენად ნაცვალები ვარ და იმდენი რაღაცა არის, რომ ყველაფერი გექნებათ 5-იანზე.